საფრთხის სხვა სიახლეებს წარმოგიდგენთ. დედოფლის წყაროს განახლებული მუნიციპალური ნაგავსაყრელი მოემსახურება. კეთილმოწყობის მიზნით ჩატარდა სამშენებლო სარემონტო სამუშაო. ახალი ობიექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშულმა, კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი შიოლაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დაათვალიერა. ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის მიზნით პოლიგონის შიდა გზები მოეწყო და მოეწყო სპეციალური არხები. ნარჩენების საიზოლაციო ფენით დაიფარა, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია. 230,000 ლარი დაჯდა ეს ყველაფერი და პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. შეიღობა პერიმეტრი, მოეწყო ძირითადი დროებითი გზები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო სამეურნეო ზონა. აქ ახალი სტანდარტებით მოხდება ნარჩენების მიღება, განთავსება, მოსახლეობა კმაყოფილია განხორციელებული სამუშაოებით. ძიმე მდგომარეობა იყო არა მარტო დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში, არამედ ზოგადად კახეთის რეგიონში. პრაქტიკულად ნაგავსაყრელები არ ქონდა და მე მინდა მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმისთვის, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ნაგავსაყრელების მოწესრიგება გადასცა.